გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამომშვიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, გვიყურებთ და გვისმენთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო იმითი, რომ დაუყადაღებიათ, ესე ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში იმედი და პოზიტივი და მოკლედ სანქციები დაადეს, დაუყადაღეს რას ნიშნავს? სანქციები დაადეს და ანუ არის ტაშის შემოკვრა და მხიარულება და სააკაცუკეთში არის ერთი ამბავი და რა მერე? რა ეს ხო ისედაც გავლილი ეტაპია უკვე, ხო? აღარ გვიკვირს ეს დასანქცირება მაგათგან, უსამართლო დასანქცირებები რა. ტყუილა ნუ გიხარიათ, ვერანაირი სანქცია თქვენ ვერ გიშველით, ვერც იმედის დაყადაღებით და ვერც პოზიტივის იმითი რა ქვია, დასანქცირებით და ვერც პოზიტივის დასანქცირებით რა. და კიდე რაც არ უნდა და ვინც არ უნდა დაასანქციროთ, იმიტომ რომ სამკვიდრო სასიცოცხლო ბრძოლა მიდის რა. სადაც ფული აბსოლუტურად მეასე ხარისხოვანია რა. აი ამას ვერ ხვდებით თქვენ, რომ თქვენ რაღაც კონკრეტულ პარტიას და კოცებს კი არ ეჭიდავებით, თქვენ ეჭიდავებით ყველაფერ ქართულს. ყველაფერი ქართული რა, ეგ არის თქვენში ყველაზე დიდი შეცდომა, რა თქვენ ამას უკავშირებთ, რომ აი კოცებთან ბრძოლა არ არის, ეს არის აი თქვენი ბრძოლა ყველაფერ ქართულთან და ამის გამოც ვერ მოbrunდებით ვერასოდეს ხელისუფლებაში. რაც არ უნდა დაასანქცირონ და ვინც არ უნდა დაასანქცირონ და რა ფულზე წდომას არ უნდა დაუკეტონ და ვისაც არ უნდა დაუკეტონ. თუ ადამიანს ქართული სული უდევს იმაში რა ქვია ბოლომდე გაყვება ამ ბრძოლას რა. ისევე როგორც ხდება დღეს რა. ასე რთვილა ნუ გიხარიათ ნურაფერი რა. ნურაფერი ეს თქვენთვის არის რომ აი დაასანქცირეს და ანუ თქვენთვის ფული არის ყველაფერი, თქვენ თუ ფული არ გექნათ არც არაფერი არ ახართ. ეგრე არ არის საქართველოში რა. გინდა კონდეს, გინდა ფული არ კონდეს და გინდა კონდეს, თუ კაცი ხარ, მაინც კაცად დარჩები რა და თუ ქალი ხარ, მაინც ქალად და ეს არის ჩვენ შორის განსხვავება ზუსტად რა. თუ არა და ეგ 2 მილიარდი აქვს დაყადაღებული და რა ამერე? რამე მოიგეთ ამითი? ვერაფერს ვერ მოიგეთ რა. კარგით, ეხა მინდა მოკლედ ძალიან ერთი ამბავი ატყდა რა, მე რომ მარომაყაშვილი ვახსენე რა და სრულიად უსაფუძვლოდ რაღაცნაირად თითქოს აი გამოვარდნენ აქ ტიპები და მარომაყაშვილი და მოკლედ რუსეთი რო არ ახსენო, ან რო ახსენო, იმედი აი ორგაზმი ემართებათ ტიპებს რა. ანუ რუსებმა არ მოკლეს მარომაყაშვილი? კაი, ვთქვათ, რუსებმა მოკლეს, რუსეთი ოკუპანტია. კიდე დედავაგინო ეხა რუსებს? თუ რა უნდა ვქნა? სხვა რამე ვიგულისხმე მე აქ. აბსოლუტურად სხვა რამე. ის მარომაყაშვილი და ის გმირი იუნკერები, რომელიც იქ დაიხოცნენ იმიტომ, რომ შეატოვეს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ. თორე რუსის ჭურვი რომ მოხდა და ის გასაგებია, ქართველები ჭურვებს არ აკეთებდნენ და არც ვაკეთებთ დღემდე რა. ისევე როგორც გიორგი არწუხელიძის შემთხვევაში რა. თქვენი მიტოვებული არ იყო ის ჯარისკაცები იქ? თქვენ არ დააბრალეთ იმ ჯარისკაცებს ომის დაწყება? თქვენ არ იყავით, ვინც საერთოდ პატრიარქი რო არ ყოფილიყო იქ, მიცვალებულებსაც იქ დატოვებდით? დაიწყებენ ხოლმე რა ეს რო არის წუგზარა ნიკლაური, კიდე ნახე აი პროსტო რას წერს რა. აი თუ შეიძლება გაუშვით ამის სკრინი რა. წუგზარ ნიკლაური იმის თქმა რომ 100 წლის წინ მარომაყაშვილი 2008-ში გიორგი არწუხელიძე ქართულმა ხელისუფლებამ მოკლა არის ბერბიჭაშვილობა. წარმოიდგინეთ რა სიძახის რა. ბერბიჭაშვილობა არის თურმე ისო რომ რა
არ შეატოვეთ იქა? ბრძოლის ველზე არ შეატოვეთ მარომაყაშვილიც და ისა, იც რა ქვია, გიორგი არწუხელიძეც, მაშინდელმა ხელისუფლებამ და სააკაშვილის ხელისუფლებამ, არ იყო ესე? რუსეთი ყველა მითის, რაც არის და როგორც არის, ხო? ეხა მიდი ორგაზმი და რუსეთზე დაიწყეთ ორგაზმები რა. საზიზღარი ხალხი რა, პროსტო მე მაგითო სპეციალურად გეუბნებით, ეგრე მარტივად აღარ ჩავატარებ ხოლმე ამ თემებს, აგერ ორი მაგარი პერსონაჟი შემოვმატე იმას, რა ქვია, კიდობანს რა, ერთი არის, აი ეს მინდა გითხრათ, აი ეს პედოფილების ქვეყანა, რომელიც სულ მუდმივად გვაკვირდება და გვაკონტროლებს და მეორე არის აი აქაური აკაცუკები იმ დღესაც ვახსენე რა, იმ დღესაც ვახსენე ცხენის მასკა რომ მქონდეს გადავიცვამდი მეთქი რა, აი მეორე ეს არის რა, აი წუგზარ ნიკლაური ზუსტად აი ამ ლიგაში გადის რა, ცხენის თავარა. ეს რომ ბერბიჭაშვილი ყოფილა არ მე და ეგ ყოფილა ილია ჭავჭავაძე, ეგ წუგზარა. აი არ ვიცი, კარგით, აი ხა მეორე რაც მინდა გითხრათ რა. ერთი NGO-შნიც არ ვიყავთ იმ დღეს იმაში რო იყო რა ქვია ვითომ დებატებში და აგვარია არც ვიცი აგვარია ნათია კუპრაიშვილი მედიას რო წარმოადგენდა მედიას ნახე აი რას იძახის რა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაფორმებით აიღო ვალდებულება რომ ყველა გადაწყვეტილებაში ჩაერთოს უნდა სამოქალაქო სექტორიო რაც არ შესრულებულაო რა ხო და ერთი მაინტერესებს რა ვინმე საერთოდ აგირჩიათ თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ რა ქვეყნის გადაწყვეტილებებში უნდა ჩაერთოთ გამაგებინე რა ჩართულები რო ვიყავით და თქვენაირები რო ჩართულები იყვნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში კი ვნახეთ რა მოხდა იმ 8 წლის თუ 9 წლის განმავლობაში რა პრეტენზიები გაქვთ ვერ გავიგე რა თქვენ ახართ ესე იგი ის საზოგადოება რომელიც ჩაერთოს ქვეყნის ყოველ იმაში გადაწყვეტილებაში რასაც გადაწყვეტავს ისე მაშინ თქვენ აგირჩევდით რა თქვენ აგირჩევდით მაშინ რატო ავირჩიეთ სხვა რა მადა ქონია თურმე აი არ იცი რა ყველა გადაწყვეტილებაში უნდათ რომ ის კი არა რომ რაღაც გადაწყვეტილებაში მაინც ყველა გადაწყვეტილებაში უნდა ჩაერთონ რა რა ლეგიტიმაციით გამოგებინე ვინ ახარ ვაფშე ვინმე გიცნობს ანუ ვაფშე იმ ზია ამაღლობელს ვინმე იცნობდა პოლიტპატიმი არის სტატუსი ეგეც ყავდეს ეხა რა ქვია იმას რა ქვია იმას მანდელა კი არა რა ქვია იმ ჟურნალისტი რო ყავდათ აგვარია და ამავიწყდები სახელი და გვარი რა კარგით მოკლედ რაც არის ეს არის რა ეხა მინდა შემდეგზე გადავიდე რა ეს ერთი ბუხარიდან გამოვარდნილი მუგუზალი რო არის რა ეს ნენე დალაკიშვილი არ ვიცი ნახეთ რას წერს უბრალოდ რომ აი ესე იგი მომავალში ეს კაცი ისტორიის წიგნებში უნდა შეიტანონ როგორც კლასიკური მოღალატეობრივი ნიმუში მოღალატის ნიმუში ისტორიის თუ შენ დაწერ ისტორიას კი და თქვენი სააკაცუკეთი თუ დაწერ ისტორიას კი ჯერ ეს ერთი და მეორეს ერთი ვინ ახარ საერთოდ შენ ის არ ახარ ნაცების მელიასშიც რო იყავი რა ქვია მარჩევნების დროს იქ გლდანში და კიდე რუსთავი ორში რო იქიდან მოძღვრავდი ეგ არ ახარ შენ თან ამ მეორე ლიგის ფოტოებშიც რო ხარ ჩასმული რა ეგ არ ახარ შენ ეს ქალბატონი აი აგერ აი მშვენივრად ჩანს სადაც ახარ და რა ინტერესების გამოძრავებს და კონკრეტული მხარე რო ხარ რა ეხა თურმე ისა რა ქვია როგორც მოღალატე უნდა ჩავეწერო სას ვარ მაინტერესებს როგორ ჩავეწერები მე თავარია იქ ვიყო მართალი რა საერთოდ არ მაინტერესებს შენგან განსხვავებით ეგ ამბავი რა ნენე დალაკიშვილი აი მაგარი რა კაროჩე ეს მუგუზალი ნახე აი მე ბუხარიდან რომ გადმოვარდება ეგ გაცეცხლებული აი ეგ არის სუფთა რა მიდი წერეს მაინც ისწავლი რა თუ მწერალი არ გამოხვალ რა ეხა მინდა გავუშვათ ეს არ ვიცი ეს ტიპი ვერ მოვიშორეთ მოკლედ საქართველოში რა ამას ჯობი აი გია ნოდია ნუ წარმოიდგინეთ პირველი გამყალბებელი 2008 წლის არჩევნების მაგიტომაც შეიყვანეს მე თავი დაცები და მთელი ამბავი რო ქონდეთ პირველი გამყალბებელი ეს იყო რა გია
გია ნოდია იმედის დებატებში ძალიან ძნელი დასაჯერებელია რომ მართლა არსებობს დებატების ნებაო ტიპი რა სიძახის ნახე რა მან ზიხარ და ნება არ არსებობს ხო მაგარი ხარ შენ ვიდაღარ აი შენ მაგივრად მეგო აი მაგარი ორი ნოდია ყავ და გივი და ლევან ნოდიები ფეხბურთელები რა ეს ადამიანები მაინც გამოაჩინეთ რა ამის გამოჩენას და ნუ უსაზიზღრესი ნოდია ეგეთი არაფერი არ გამიგია რა ეგ იყო რა ვინ იყო კიდე ეგ ნოდია იყო მაშინ რომ შეიყვანეს კიდე ვიღაც რო ყავდათ ის რაგვარი იყო ის მერე რომ მოწყდა ამერიკაში იაკობაშვილი აი გენჯეოშნიკები აი ძალიან მაგრები არიან რა 2008 წელს ვის აი გადაუფორმა ვაფშე ციფრები დაუწერა და მოუმატა და აი ყველაფერი რო ეჩერეს და მეუბნესამე კიდე ის თარხნიშვილი რო ყავთ ის დიცკეი რა ვიცი მე რა ქვია იმ კაცს რა არც ვიცი ლევან თარხნიშვილი ხო რა აი ეს სამეული იყო რომელმაც აი იურიდიულად რო გააყალბეს ეს არჩევნები რა ეხა ეს გამოდის და სხვის ნებაზე ლაპარაკობს რა რომ ხელისუფლებას თურმე ნება არა აქვს და იგზის იმედის ეთერში ზის როგორი ნაგლი უნდა იყოს ტიპი რა მაგრამ გონია რომ თავის ჭაღარით და თავის წვერებით აი ესეთი ავტორიტეტ შეიძენს ქართულ საზოგადოებაში რა. ვაი როგორ არ იცით ქართული საზოგადოების რა. კარგი ბატონო, კარგი. ეხა ეგეთი რათია ფანჯიკიძის სკრინი შემხვდა და თუ შეიძლება ამის კომენტარსაც გავაკეთებ რა. ადამიანებს მეგობრების პლაკატი ჩამოახიეს თავზე. ჯერ ესეთი ქალბატონო ნათია ეს არ იყო მეგობრების პლაკატი უნდა დაიკიდოს სახლში. ეს იყო 10 მეტრიანი თუ 5 მეტრიანი ბანერი, რომელიც ერთი წელი კიდია იმაში, რა ქვია, სახელმწიფო დაწესებულებაზე. თან არასწორად კიდია. ბანერს და პლაკატს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა რა. ჯერ ეს ერთი და მეორე ერთი წელი გავიდა. აქამდე 9 ჯერ გამოუშვებდით, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამ თუ უდანაშაულებები არიან და სინდისის პატიმრები არიან. უჩივლეთ და გეჩივლათ აქამდე რა, სტრასბურგში და 9 ჯერ გამოუშვებდნენ რა. რამდენჯერ უნდა ვიმეორო ეს ერთი და იგივე რაღაცა რა, თქვენი სინდისის და უსინდისოების პატიმრები თუ რაც არიან რა. რო გამოდიხარ და იქ რევოლუციონერობას რო თამაშობთ და და კლარაც ეთკინები რო ხართ სულ ყველანი ხო? წინა გადაცემაში ვახსენე ერთ-ერთი მათგანი რა. ხო და ისა რა ქვია. წადით რა, იმუშავეთ, იურისტებთან, იმასთან წაიღეთ სტრასბურგში, არ იღებენ თქვენს არჩევნებს, ხო? რამდენი სასამართლოც იყო, იმდენი მოიგოს, ხო, აქეთ ამხარებ. რუსთავი ორის საქმე მოიგეს, სააკაშვილის საქმე მოიგეს, ბოლაშვილის საქმე მოიგეს, გირგულიანის საქმე მოიგეს, ყველა საქმე მოგიგეს. რა პრეტენზიები გაქვთ გამაგებინე? რატო უნდა იყოს ამ ტყუილი ბანერები გამოკრული სახელმწიფო დაწესებულებებზე მით უმეტეს? წადით რა სახში გაიკარით რა პლაკატები რა. ამათ გონიათ რომ სოლიდარობას რატო არ უწევდით სულხან მოლაშვილს? ციხეში რო კლავდნენ წამებით. მაშინ არ იყავით სოლიდარულები? თუ ეხა ის ანდრო ჭიჭინაძე და ის ბიჭები რო სასათბურე პირობებში რო ზიან და თვითონ რო არ გამოდიან ციხიდან რო არ უნდა თავის დანაშაული აღიარონ, ეგ არის მაგათანა ხართ სოლიდარულები, ხო? არავინ არ გიგრძელავთ, იყავით, მაგრამ მართლები არა ხართ. მართლები. მიდით გააკეთეთ სტრასბურგის სასამართლო და დაგვიმტკიცეთ რომ მართლები ხართ და გამოუშვით. ახის პლაკატის რა ქვია ბანერი რო უჭირავს თოკით და ანდრო ჩემი მეგობარი ამ ბანერს ხელს არ გაუშვებ ვაიმე აი ეგეთი ისინი ითამაშეთ იმათთან რა იქ ბაბლი რო ყავთ რა რევოლუციონერების რა პატარა რევოლუციონერების რა მორალურ და იმის საკითხებზე ჩვენთან ვერ იმუშავებს ეგ რაღაცა ისეთები გვაქვს ნანახი იმ 9 წელიწადში და ხმა არ ამოგიღიათ არავის ხმა პირიქით დადიოდით აქეთ იქით ბოდრუმებში და ასე შემდეგ რა ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ რას აკეთებდა იმ პერიოდში რა ჩემი ამბავი არ არის სხვათა შორის 100 კაცი იყო მივედით იქ მარჯანიშვილის თეატრთან რო კაფე იდგა რა იყო უფრო სწორედ რა და 100 კაცმა მოусმინა ერთად იმ ყველაფერს რაც მე ვილაპარაკე წინა გადაცემაში. მე არ მithქვია რომ იქ სპექტაკლის სანახავად იყვნენ მეთქი შესულები სააკაშვილთან ერთად ხო რა. იმ კაფეში იყავით იქ, სადაც ძალიან ბევრი ძმაკაცი და მეგობარი ყავს რა იმ მარჯანიშვილის თეატრში რა.
დამიწყებენ ხოლმე. გამოდის ვიღაცა კაცი აცაბაცა და რაღაც. კი, ვარ, ბაზარი არ არის, კი. თქვენ ვინა ხართ? თქვენ ვინა ხართ რა? კლარაც ეთკინებო ერთი მითხარით რა. კარგი. ეხლა მინდა პატარა დედას ბუშტის კომენტარი გავაკეთო. დათა თავაძე, ახალგაზრდა რეჟისორი და დღეს გუშინ და ბოლო წლების განმავლობაში ქართველმა მსახიობებმა დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი. გილოცავთ რა ახალი თაობის მსახიობებს თქვენ მოუყვებით, რომ მსახიობი ის არის, ვინც არასოდეს არ შეეგუება უსამართლობას. ესენი დედა ბუშტო ისინი ეგუებოდნენ უსამართლობას, ესე იგი რამაზ ჭყიყვაძე, სერგო ზაქარიაძე არ იყვნენ მსახიობები? მსახიობობა ეს არის არ შეგუება უსამართლობასთან, ჯერობელი უსამართლობა ეგ არის, ხო? მეორეს ერთი არ შეგუება უსამართლობასთან. აი რამაზ ჭყიყვაძე საფლავში ტრიალებს რა და ისა რა ქვია ავთომახარაძე ლოგიში რა. მაგარი სასტავი ხართ. აი ახალგაზრდა მსახიობებმა დაწერეს ისტორია. ეს საოცრება რა თუ გინდათ ეგ არის რა. და ეხა ეს თავარი ეს კაცი ნუ არ ვიცი რა ჩიტაძე ვინმე ნიკა ჩიტაძე შევი გავუშვით რა არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ინტელექტუალური ელიტას წარმოადგენენ და ცოტა ხანი იყოს ეგ სურათი რა მაგარი სურათია და მაგარი ცხენუშ ინტელექტუალები ხართ კაროჩე ელიტა ხართ ხო მაგარი ელიტა ხართ ხო ინტელექტუალები აი იმიტომ იყო საქართველოს ამ დღეში რომ თქვენ ინტელექტუალების ელიტა დაირქვით რა აი გარი აქ უბედურება ამ ქვეყანაში რა რომ ინტელექტუალი ხარ შენ ლიჩად მარტო შენ ხარ ინტელექტუალი დანარჩენი ყველა შენ ქვემოთ არის აი რაც ხედის თავაში არ ვიცი რა ვაიმე დედა ხო და ეხა კიდე რა მინდოდა მეთქვა რა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმ დღეს გამომჩა ნიკო გომელაურის იმაზე რომ ვლაპარაკობდი რა სიმღერაზე მზეს ველოდებით ხო რატო დამირეკა მაშინ ზუსტად ესე იგი გამახსენდა რა რომ ზუსტად მაშინ მოდიოდა 2002 წლის საკრებულოს არჩევნები ხო მაშინაც თქვი რა და მაშინ იყო ესეთი მოცემულობა რომ ეს არჩევნები რა უცნაურის არ უნდა იყოს შალვა ნათელაშვილმა მოიგო რა თბილისში და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი უნდა გამხდარიყო და დაუთმო ანუ სამმა მოიგო პრინციპს სამი იყვნენ რა შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე რა და ლევანიც კონტაქტში იყო შალვასთან და ახლებიც რომ დაეთმო თუ თვითონ არ უნდოდა რომ დაეთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა ამათვის და სააკაშვილიც შესაბამისად კონტაქტში იყო და დაუთმო სააკაშვილს ის საკრებულოს არჩევნები რა და იმის მერე დაიწყო ის ჯოჯოხეთი საქართველოში რაც დაიწყო რა ეს რო იცოდეთ ისე რა ის საკრებულო იყო და ის საკრებულოს აივანი იყო და ის იყო და მოკლედ იქიდან იყო ეს ყველაფერი რა და ნიკოს იმდენად არ უნდოდა და იმდენად ლევანს ბალერშიკობდა ამ სიტუაციაში რომ აი დამირეკა და მითხრა რომ ეს სიმღერა იმღერეო რა აი ეს იყო ზუსტად რაც იყო მაშინ რა ეხლა რომ გამოდიან და ერთ პერიოდი იმიტომ ებრძოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას და ეხლა კიდე ამას რაღაც სისულელეებს ხო იძახის დაუდიქტეიტედ და რაღაცეები რა ტოჟეც ხენთავა რა აი ესე მოხდა რა ეგ ამბავი რომ შალვა ნათელაშვილის ამ დათმობილი ამითი საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლის შედეგად მოხდა ის ჩაიგდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში ჩვენი ქვეყანა და შემდეგ გააკეთეს ის რაც გააკეთეს აი ამ თავიანთ იმასთან რა ეგრეთ წოდებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო ეგენი რა ვიცი ახალაიები, კეზერაშვილები, გიგი თევზაძე, ლომაია, ბოკერია, დარჩიაშვილი, რა ვიცი, აკითხათ რა მერაბიშვილები და რა ვიცი მე ყველა ადეიშვილები და ერთ-ერთი იყო რა ახალგაზრდები მოდიან ახალგაზრდები მოვიდნენ და რაც დამართეს იმ ახალგაზრდებმა ქვეყანას კი დავინახეთ აგერ რა
კარგით, მოკლედ ძალიან ცოტა დიდი ხანი გამომივიდა ეს შესავალი, მაგრამ ესენი რომ არ მეთქვა, არაფრით არ შემელო რა. ჩემი დღევანდელი სტუმარი კი ჩემთვის ძალიან ესეთი საპატივცემულო და ძალიან საყვარელი ადამიანი და ზუსტად აი რაღაცა ძალიან მიყვარს მე რა იმ თაობის წარმომადგენლები რა და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დაგვრჩენ ესეთი და ერთ-ერთი მათგანი ჯემალ სეფიაშვილია რა. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, რომ ხარ ჩემი სტუმარი და დღეს რაღაც ცოტა სხვანაირად მინდა რა რაღაცნაირად წავიყვანო თქვენთან ეს ისა რა ქვია დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ აი მოყოლებული იქიდან რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები რა, ისეთ მნიშვნელოვან დროს დაიწერა ეს სიმღერა და ისე გააერთიანა ამ სიმღერამ მაშინ მთელი საქართველო ხო 9 აპრილის მერე ყველას გვახსოვს ეს ამბავი და აი რაღაცა მართლა რაღაცა უბედურება და ესეთი სერიოზული რაღაცა რო ხდება საქართველოში მაშინ მხოლოდ მაშინ შეუძლია ერთს გაერთიანდეს ესე ვთქვათ რა. თქვენ ეს მოახერხეთ მაშინ მორის ფოცხიშვილთან ერთად რა, ბატონ მორის ფოცხიშვილთან ერთად და როგორ მოიფიქრე, ვისი იდეა იყო, როგორ მიხვედით აქამდე რომ დავუშვათ ეს ადამიანები შეკრიბეთ, ამღერეთ, ჯერ მორის ფოცხიშვილთან ერთად ეს კოლაბორაცია გააკეთეთ და საერთოდ რამდენ ხანში მოხდა 9 აპრილის მერე ეს სიტუაცია რა. მე მახსოვს რომ ძალიან მალე მოხდა რა. ხო და აი ამ მოკლე დროში რომ სიმღერა შექმნა, ლექსით შექმნა, მუსიკა შექმნა, ლექსით შექმნა, თან ამხელა ამდენი რაოდენობის მომღერლები ამღერო ხო ეს ძალიან ისეთი რაღაცა არის, ძალიან პრინციპში შეუძლებელი რაღაცაა, მაგრამ მე მახსოვს ერთი რაღაცა ზუსტად ეგ პერიოდი იყო ცოტა ადრე. რა თქვა We Are The World რო გამოვიდა, ხო გახსოვს იმაში რა ქვია მოკლედ კრისი ჯონსი და მთელი ამბები რო იყო რა, ყველა იღებდა მონაწილეობას, რა ვიცი მე დაწყებული აფრიკელი. ხო, ბობ დილანი და ჯექსონი და რა ვიცი, სპრინგსტინი და ყველა იყო მოკლედ. ვანდერი და ასე შემდეგ და პრინციპში აი ეს ფორმატი რაღაცნაირად ქართულ სინამდვილეში იყო გადმოტანილი მაშინ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ერთად მღეროდა რა, ხალხისთვის საყვარელი ადამიანები რა და აი როგორ მოხდა ამის შექმნის ისტორია რა. მე პირველ რიგში მინდა სიამაყით გითხრა რომ შენთან ვარ. ჩვენ შენობით ვიყავით ყოველთვის და დღესაც არ გინახა თქვენობით ნომელაპარაკე. ძალიან გთხოვ. კარგი. მე ყოველთვის მიამაყები. ძმები მიამაყებით ყოველთვის მიუხედავად იმისა რომ ლევანი აღარ აყვავს, მაგრამ აი ესე მე მინდა უთხრა ტელემაყურებლებს რომ შენ ხარ შეიძლება გამონაკლისი და ან შეიძლება შენაირი ბევრი არ გყავდეს ხელოვნების ყველა სფეროში რომ ძალიან მაგარი ხარ. მერიდება ეხლა ძალიან. არა, რისი გერიდება? მე ვამბობ იმას, რასაც შენზე შეიძლება სხვა მართვას. მაგრამ მე გულწრფელი კაცი ვარ, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ნიჭიერებას ვაფასებ და მიყვარს ნიჭიერი ადამიანი. კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი, არანჟირების ავტორი, აი ჟურნალისტი, ტელეჟურნალისტი, რადიოჟურნალისტი, ბიზნესმენი და პლუს დღეს დაამტკიცე კიდევ ერთხელ რომ ხარ განუმეორებელი საზოგადო მოღვაწე. ალალი საზოგადო მოღვაწე ხარ, იმიტომ რომ შენ რასაც ამბობ, აი ხა მეც ხო რაღაცებში ვერ ყვევი და იყო დრო რომ მე და შენ ვიჯექით ტანკზე და მე და შენ ვისროდით ხო, ამიტომ ძალიან ბევრი რამე ვიცი მეც ის რა შენ გაიარე ჩემმა ქვეყანამ გაიარა, მე გავიარე, პირადად მე გავიარე და აი აქაც განუმეორებელი ხარ რომ იმას კი არ გეუბნები რომ აი როგორ გიყვარს სამშობლო, როგორ გიყვარს. არა, ეს ყველაფერი სიტუვტეა. აი არა სიტუვტე და სიმართლე არის ის, რასაც შენ ახლა ამბობდი. და ზოგიერთისთვის ეს არის ძალიან დიდი გამბედაობა. მის ღამჩი ესე გვიცხოვრია, ხო მართალია.
კი ბატონო, კი. აი ეს არის ის რის თქმაც აუცილებლად მოფერებით მინდოდა შენთვის მე თქვა. დიდი მადლობა, ჯემალ. ეხლა რაც შეეხება ტიტებს. პერიოდი იყო საშინელი. ძალიან კარგად გახსოვს, რომ თბილი ადიალები, ტანსაცმელი, წყალი, ბუტერბროდები, რაღაცები რომ მიქონდა იქ და ახლა არ შეიძლება რომ ბევრში ამას არ გამოიწვია, ეხლა რა ვქნა. პოეტებმა დაიწყეს ლექსების წერა, გახსოვს შენ ეს. სხვათა შორის ისეთმა პოეტებმაც, ვისთვისაც ეს იყო პირველი ლექსი. შემდეგ რაღაც სიმღერებიც დაიწერა, მერე გამოჩნდა, მაგრამ ჩემთვის სამწუხაროდ ეს სიმღერები გაქრა, იმიტომ რომ ტიტები გაჩნდა. და დღესდღეობით იმ არაჩვეულებრივი სიმღერებიდან ყველაზე მეტად საზოგადოებას ახსოვს ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. ეხლა შენ მეკითხები როგორ რა არ ვიცი, აი იქიდან რაღაცა მოვიდა. ლექსი იყო დიდი პოემა იყო, ამ პოემიდან ამოვიღე ის რაც სიმღერაშია, ამოვიღე მე მოგეხსენება კარგად, ვიცი რა. პოეზიასთან მუშაობა და ხანდახან სიმღერა გამიკეთებია ერთი და იგივე ავტორის სამი ლექსიდან. ხო. და რაც ამოუკრიფე ბატონ მორისთან მივედი და ვუთხარი აი ეს შეიძლება როგორ არ შეიძლება ეს უკვე მომხდარია 9 აპრილის არა მანამდე იწყება აი მიტინგები როა მანამდე აი ეს უბედურება რო ტრიალებს და რაღაცა სუდი უბედურების სუნი ტრიალებს თან საზოგადოებაშიც ყველა ოჯახი დაძაბულია ვერ გეტყვი რომ ვინმეს უხაროდა და მეორე დღეს ვაჩვენე მორის სიმღერა ღაპაღუპით რო წამოვიდა ცრემლები ეხლა რა უნდა ვქნა 8 აპრილია ვურეკავ ქეთი ჯაფარიძეს ხო ვურეკავ ნანის ვურეკავ ბუბას მოდით რა გეხვეწებით დროზე მოდით ეხლა ჩემი ბინა იცოდნენ ყველაფერი მოვარდნენ მოვასმენინე ჯემალჯან სასტრაფოდ უნდა ჩავწეროთ ბუბამ ეხლა რაღაცა დაიწყო ისა კომენდანტის საათი აი არი დარდოთ მეთქი აგერ დიდი ვინა მაქვს და დაქტოვებთ ორივესზე და კომენდანტის საათის დროს ხდება ეს ამბები კი და უცებ ისა მეორე დღეს ქეთი ჯაფარიძე ზურა ლოლაძე ბასკო ლოლაძე ჯუმბერ ბერაძე აიღეს ტელეფონი და რეკავენ სულ ყველგან რეკავენ მე ამასობაში და არანჟირებაში ვეხმარები ჩემ მეგობარს ჭადის სახელი რომ დავიწყდა ხო იცი როგორ არის ხო და საღამოს უკვე ჩემთან არიან სახლში თან არიციან რატო არიან ეთერი კაკულიას შეხვდა ნიკო ჯადუგიშვილი ლიფტში მე-16-ზე ვცხოვრობდი გახსოვს შენ და ჯემალის ამ მიდიხარ კი რატო მიდიხარ ალბათ ჩვენთვის რაღაცა დუეტი აქვს დაწერილიო ჭაღარა დუეტი ქონდათ მაგრამ ძალიან პოპულარული ნუ აი ესე მოხდა გაივსო ჩემი ბინა ამ ხალხით არანჟირება თითქმის მთლიანად მზად არის დავიწყეთ რეპეტიციები, მაგრამ ეს რეპეტიციები გადაღებულიც არის YouTube-ზე ძდებს რაღაცა და მაგრამ აი ყველა მღერის ისე რომ აი ცრემლი აქედან მოვსდით. სად იყო ეს მელოდია რო იყო იქ იყო ჩაწერა? მელოდიაში. ჯუმბერ ბერაძემ გააკეთა მელოდია, განთავისუფლა ყველაფრისგან. ხო. სხვათა შორის მელოდია იყო საუკეთესო სტუდია ევროპაში. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი სტუდია. ევროპაში და ძალიან მაგარი დირექტორი ყავდა ჯუმბერ ბერაძე. კაოჩე, ყველა გაყარა პატივისცემით და სიყვარულით. მივედი ჩვენ. ჩავწერეთ.
თათარე ჯანო ბაგრატიონები რას ლაპარაკო? ჯანო გვერდწითელი მაშინ და ეს ეკა თამრიკოს და ამის ტრიო მაია ჯაბუას მოკლედ მე რა ბიტა ყველა იქ იყავი რა ვინც არის ეკა კვალიაშვილი და რა ვიცი ყველა და ამასთან ერთად აი ამ ჩაწერებში რაღაცები იცვლებოდა ჯანოს უნდა იმღერა ოსისთხო რა უცებ წყალბები ჯანო ვიცი რაც გაქვს ქალიშვილი გაეპარა ხო წინაღამეს და კაცი გიჟს გავდა ჯანო ო სისხლო მედი რა აი ზუსტად ესე იმღერა ერთმანეთს ვეფერეთ ერთმანეთს რაღაცნაირად ვეხუტებოდით ერთმანეთს ისევ წერდით ვეხმარებოდით ერთმანეთს იქვე რაღაცა პარტიები შევცვალეთ იმიტომ რომ ვთქვათ ნანული აბესაძეს ეს ვაჩუქოთ ერთმანეთის თვალები უფრო მოუხდა და მერე მოსკოვის ვრემია გაჩნდა უცებ ხო და დღესვე გვინდაო რომ სიუჟეტი მივცეთ კატეგორიულად თუ არ ვთქვა როგორ გეკადრებათ ჯერ საქართველოს უნდა გაიგოს ეს სიმღერა და მე კი ბატონო რაც გინდა და როგორც გინდა რა ერქვა იმ ქალბატონს ვრემიას კორესპონდენტი რო იყო ჩვენი ქართველი აღარ მახსოვს მეც აღარ მახსოვს უკაცრავად და გადაიცა თბილისში და ამბავი ატყდა რესტორანი იყო იმის კუთხეში აი დანიური სახლი რო დაიდგა მე ხო რესტორანი იყო და რესტორანში შევედით და ლიზას ვთხოვე ბაგრატიონ მედი რა გამოაქანე მაგნიტოფონი ხო და კასეტა დევს შიგ ლიზას ახლა ორჯერ თქმა უნდა წავიდა მოვიდა მოიტანა და ჩავრთეთ და აი პრემიერა ესე აი ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა რა ხალხზე თან მაშინ ქუჩებში რა იყო ტელევიზიაში რა იყო ქუჩებში საერთოდ მაშინ იყო კომენდანტის საათი რა კომენდანტის საათის დროს მახსოვს თან აი გაასმაღებული ის იყო რა ეხა იქ რუსთაველზე რა დაგუმართეს ხო გვახსოვს მაგრამ მე ქუჩაში რა ხოცავდნენ რა ეს ცხონებული გია ქარსელაძე ქუჩაში არ მოკლეს კაცო აბა მანქანით მიდიოდა და რომ დააწიეს სრულიად უდანაშაულო გია ქარსელაძე ვარაზის ხევში რა მაშინ პირიქით ვარაზის ხევში ჩასასვლელი იყო რა არ გაუჩე რა იქ რაღაცა რეიდი თუ რაღაც ტანკებით იდგენ მოკლედ და წავიდა პირდაპირ ქვემოთ ეს ვარაზის ხევში და დააწიეს ტყვით თავში გაარტყეს მანქანაში რა ესე იგი უცხოური პრესა რაც არ წერდა ამ სიმღერამ ქართველ ერს ღირსება დაუბრუნდა კი ბატონო ნახდათ ეგრე ანუ ქართველი ადამიანი მე ჭეშმარიტ ქართველებზე ვლაპარაკობ რა რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით არა მაშინ ყველა ჭეშმარიტი იყო რა მაშინ ხო არ იყო ეს ჯენჯეოები შემოსული და ეს ყველა და ამ სიმღერამ უფრო მეტი ჭეშმარიტება dabada კი ბატონო ჭეშმარიტება და გაერთიანება რამდენიმე თვე ხალხი ერთმანეთს ეფერებოდა ახლა ჩემი გამოჩენა ძალიან საშიში იყო ბაზარში წავედი ერთხელ და კინაღამ ძროხები გამომატანეს და რაღაცა რას წამოვიღებდი ხო მართალია ხო მე ისა მანქანას სადმე გავაჩერებდი და ვერ პოულობდი იმიტომ რომ მთლიანად მანქანა ყვავილებში იყო ხო ნუ აი რომელი ერთი მოყვე ერთს გეტყვი კიდევ რომ ეს იყო საქართველოსთვის უბედნიერესი პერიოდი და ჩემთვის პირადად ჩემთვის უბედნიერესი პერიოდი რომ მე ძალა მომცა ხალხმა შეძელი ის რაც სხვამ ვერ შეძლო მაშინ რა ძალა მომცა ამ ხალხმა ენერგია მომცა ამ ხალხმა და ის მომცა რომ ჩემ თავს უთხარი მიდი ახლა ჯემალ შეუბერე და შეუბერე დაცალე ჯემალ მოკლედ ხო იცი ახლა ისეთი რაღაცა არის რა ახლა
მე პირადად ძალიან სხვანაირი ის ამაქვს რა დამოკიდებულება საერთოდ შენი თაობის ადამიანებთან და რა თქმა უნდა რა ხელზე სატარებელია რა ეს თაობა ვინც ცოცხალია და ვინცაც რაღაცა შეუქმნია და ეხა იმ კომპოზიტორებიდან ჩვენი ხეცი და ესე ვთქვათ ძალიან მაგარი კომპოზიტორებიდან პრინციპში ცოტა ქვემოთა თაობის, მაგრამ შენახა რა, ეხა ერთადერთი ვინც დაუშვათ იმ თაობას წარმოადგენს რა და შენი ფანტასტიკური სიმღერებით რა, ეხა მე იცი ერთადერთი როგორ ვარ? არა, ერთ-ერთი მეთქი. ხო, ერთადერთი არ მეთქვი, ერთ-ერთი, მაგრამ ანუ მეორებელი რა. ესე ვიტყოდი მე, იმიტომ რომ ეხა რა არის ძალიან მიხა მე ხშირად გვაქვს ხოლმე ლაპარაკი რომ აი ქართულ სიმღერაზე და პირველი ხმა მეორე ხმა ბანი ხო და აი ამაზე გვიკამათია რომ აი ვინ არის შენთვის ყველაზე მაგარი პირველი მეორე და მესამე ან რომელი ის არის გესმის ზოგი ვისი ძახის ზოგი ვისი ძახის და მართლა ძალიან მაგარი ქართული ხმები გვყავს რა დღეს რა ისე ზოგადად რა მაგრამ ჩემთვის პირადად, აი მე რომ მკითხო რა, ეხა მაგალითად გოგი ზოლიძე, ზაურა ვოლქვაძე, ანუ ბანი განსაკუთრებით, თავგასასნაირი ბანი, ალბათ 1000 წელიწადში ერთხელ შეიძლება. განუ მეორებელი. აი თავგასა იყო რაღაცა სასწაული ამბავი რა, ბანის გოგისთან როგორ ვარჯიშობდა გაიხსნა. და ზუსტად მაგამდე მივდივარ რა, რომ ესე იგი გოგი უკვე ცოცხალი აღარ არის რა და ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა მაქვს, საერთოდ ამ ადამიანს განსაკუთრებით თავგასასწავლად მაკაცობდი, მაგრამ და ეს რომ მოვისმინე პირველად ეს სიმღერა, ნუ ეს არის ხო იცი ყველა ყველას აქვს თავისი რაღაც აი კარონი ერთი სიმღერა, აი ვარსკვლავი, რომელიც შენ შემთხვევაში ეს არის ვაჩუქოთ ერთმანეს წლები შენ შემთხვევაში მე მგონი რომ ეს არის გაზაფხული შემოსულა რა ეგ არის რა მაგრამ იმას რას ვამბობდი იცი გოგის არ უნდოდა ეს ფრაზა ჩემო შემიცვალე რა ფრაზა რა მოდი რა ჯერ ჩაწერე და მე ვიფიქრობ ხო ხედავ რომ რაღაცები იცვლება ხო ჩაწერა მოვიდა და მაკოცა დიდი მადლობა პატარა ბავშვი იყო რა ლენ აგარი და გაზაფხული შემოსულა ლენ მე თუ მკითხავ არის აი ქართული შეიძლება სიმღერების ერთ-ერთი ცენტრალური სიმღერა რა სიმღერებს შორის უფრო სწორედ რა და ამის ავტორი შენახარ და მინდა რომ ერთი გაუუშვა რა ეს სიმღერა სანამ გავაგრძელებდით შემდეგ უკვე ლაპარაკს და გავიხსენოთ ეს ადამიანებიც ახლა თავგასა ამ დროს ცოცხალია გოგი უკვე აღარ არის ცოცხალი რა მაგრამ ეს სიმღერა შემდეგ ძალიან ბევრმა შეასრულა სხვადასხვა ინტერპრეტაციით სხვადასხვა ამბოლ დროს დიდმა კაპელამ შეასრულა იქ ვაკის პარკის ისიც ძალიან კარგია რა და მოკლედ ძალიან ბევრი კიდე შეასრულებს და შეასრულებს რა ეგ არის შენი სიმდიდრე რა რომ რაც უფრო მეტი ხალხი და მომავალში და კიდე რა თქვია შთამომავლებში და დარწმუნებული ვარ რომ ეს სიმღერა ძალიან ბევრი ინტერპრეტაციით შესრულდება მე მაინც ეს ინტერპრეტაცია მომწონს იმიტომ რომ თავგასა არის აქ რა და ზაურაც არის ბრავო მაესტროზე კი ბატონო თუ შეიძლება გაუშვოთ რა გაზაფხული შემოსულალე რიარია ავტეხავთ ჩიდებს მე გიყიდი წითელ ჩიტებს თეთრი დილო მომიქარგეშე მე გიყიდი წითელ გაზაფხული შემოსულალე მოგანადარე სათიბიდათე
ქუსლით გასრესილია შორს ხუმბათი ბეთანის დაცის ფერი უბორი ვოდრე მოგანადრეს აქტივიდატე გაზაფხული შემოსულე ატიაღარ გაგაჩერებში აზი ოჯახს ვერ დარქმევდილე ვიზლი ვიჯი შეუყენები ზევარივი გამიზნუნეთი აი საოცარი სიმღერა რა იმ დღეს ნიკოზეს თქვი რა რომ გომელაურზე რა იუდა რო დაწერა თქო მორჩა თქო რა სხვაც რო არაფერი არ დაეწერა ნიკოსთან ხო და აი ზუსტად ეგ შეგზნება მაქვს შენ აი ამ გაზაფხულის შემოსულაზე რა ეს სხვა რო არაფერი არ დაგეწერა ნიკო უნიჭერესი კაცი იყო ნიკოსთან წლის დასაწყისში შევთავაზე საახალწლო პროგრამის გაკეთება ხო ერთი მსახიობის თეატრი აი ესე რაღაცა დავიწყეთ რაღაცის გაკეთება და მე რა მოხდა კარგად ვიცით თუ ყველა ძალიან ნიჭიერი კაცი ძალიან ლამაზი ნიჭიერებით სავსე აი როგორ იყო ვითხარი ამ სიმღერის შექმნის ისტორია რა აი ისტორიული სიმღერის რა ამ სიმღერის შექმნის ისტორია კაროჩე ყოველ შაბათს რამდენიმე ოჯახი ვიყავით სამეგობრო ყოველ შაბათს რომელიმე ოჯახში ვგროვდებოდით ხო ნუ რა იასნია პორმარელი რაღაცა ვართ ჩემთან მე-16 სართულზე ხო და თამადა ყოველთვის ნუგზარ საჯაია ხო და ნუგო ის ლექსი თქვი რა მორმალებანძის ლექსი ვიტყვი თორე შეჩემის ტროლეალია უცებ სიმღერა არ დაწერო ვა პირდაპირ კაცო აიგრევე სუფრაზე ხო მანანამ უთხრა რა იყო ვერ გავიგე პორმალის გაკეთება მე არ მიჭირს ხვალ საღამოს გელოდებით სულ ყველასო სულ ახალ პორმარილზეო ძალიან მჯერა რომ ჩემი ქმარი სიმღერას დაგახვედრებთ კაროჩე ის დამთავრდა ისე როგორც ნაღდი ქართული სუფრა უნდა დამთავრდეს და უნდა წავიდეს ღამე გავაკეთე ეს სიმღერა დილით გავაღვიძე ქეთი ჯაფარიძე ქეთო ჩქარა მოდი მე და შენ ბაზარშიც ვარ წასასვლელი მაგრამ ჯერ რაღაცა ისე ქეთი მოისმინა
ჩავწერეთ, რო არ დამვიწყებოდა. წავედით ბაზარში. ბაზარში ვღიღინებდით. ხო. სულ. Короче, მოვიდნენ როგორ იცი? აი ესე რა, რო აი ხო. და ვიმღერეთ მე და კეთი. შოქში ჩავარდა სულ. აბა რა იქნებოდა? ხა სასწაული დაწერე ერთ ღამეში და. ნუ გზარი რო გარდაიცვალა, ზაზა შენგელიამ აიღო ჩემგან ინტერვიუ აი ამ სიმღერასთან დაკავშირებით და თქვი კიდევ კაცმა არ იცის რამდენი სიმღერა წაიღო თან, ნუ გზარ საჯაია მეთქი. პოეზია უყვარდა ძალიან. აი ეს იყო და ეს. აი რა მარტივად პრინციპში რა ხო არის რომ რაღაცა თავს არ ტყავენ და თვეობით მუშაობენ ერთ იმაზე და ერთ სიმღერაზე და აი დაუშვათ სხვათა შორის ეგეთ შეკვეთების სიმღერებს ემართება ეგრე რომ შინაგანად არ არის შენი და რაღაცას გიკვეთავენ და აი რაც შენიდან მოდის და რაც აი ეს შეიძლება ერთ საათში გაკეთდეს რა წამოვიდა რა წამოვიდა რა მით უმეტეს ყველამ კარგად იცის რომ მე ძირითადში ლექსებს ვწერ სიმღერას რატომ ლექსზე იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველა პოეტი ლექსს როცა წერს ღიღინებს ხო და აი იმ ღიღინის დეშიფრატორი ვარ მე მელოდიას რო დაუწერ იმ ტექსტს თან კიდე ყველა ლექსს აქვს თავის დრამატურგია მე ნაღდ ლექსებზე გელაპარაკები იმას კი არა ვარსკვლავები ცაში გვერდში ხარ და ისა და მე ბიაილიკო და ილარიონის ლექსი არ არის ფარი არის გამიანი და ხო და აი ლექსი მქონდა თან ლექსი თან მურმან ლებანიძე ჩემი უსაყვარლესი კაცი ხო და არა საოცარია და აი მე მინდა მართლა ყოველგვარი იმის გარეშე გითხრა რომ აი ისეთი მე ჩემთვის პირადად ისეთი მაგარი სიმღერაა და საერთოდ პროექტი პირველად შეასრულეს ქართულმა ხმებმა ხო მე ესე თუ კიდევ ვინმე მანამდე იმღერა არა მანამდე კეთის ტრიო მიმღერა ხო მერე კიდე ვიღაცა მოყონ უმნიშვნელოდ ხო უმნიშვნელოდ არ გაიჟღერა სიმღერა სამხატვრო საბჭოზე გავიდა ხო მომილოცა ბიძინა კვერნაძემ და ესე მაშინ ხო ესე იყო სამხატვრო საბჭოზე თუ არ გავიდოდა სიმღერა და თუ არ მიიღებდა იმას იმ სიმღერას არ ღირსებოდა არც რადიო არც ტელევიზია მაგარი რაღაცა იყო დღეს რო ყველაფერი ნაგავი რო ჟღერს ხალხს რო გონია ეს არის რაც არის ვინ თქვა ჩვენმა კოლეგამ რომ მე მაგალითად დავაწესებდიო მასო რა ქვია ჯარიმასო კომპოზიტორსაცო და იმ რადიო თუ ტელეარხს რომლითაც გადაიცა ეს არის დანაშაულიო ესე იგი რამხელა დაცვის ისინი ქონდა ესე იგი თუნდაც ხელოვნებაშიც სიმღერაშიც მუსიკაშიც რომ სამხატვრო საბჭო თუ არ გადაწყვიტავდა რომ ეს სიმღერა გასაშვები იყო არ უშვებდნენ სამხატვრო საბჭო აძლევდა ესე იყო ყველაფერში რა დაკანონებული ნიჭიერების დაფასება. კი ბატონო. დღეს მე ცოტა ნაკლებად ხედავ ამას ნიჭიერების. იმიტომაც არის რაც არის ახლა. ნიჭიერი ის არის, ვინც შენი ძალიან ახლობელია რა. კი ბატონო. კი რა თქმა უნდა დღესაც არის ახლა ნიჭიერულად შექმნილი შეიძლება, მაგრამ ძირითადად მაინც ქავერები არის, გესმის? აი თუ ნიჭიერად რაღაცა კი არის სიმღერები რომელიც დაუშვათ აიხლა იქნება და რაღაცა ძირითადად მაინც ძველი სიმღერების ქავერებს აკეთებენ რა. ქავერები მე დავიწყე. ხო. აი ბრავო მაესტროთი მე დავიწყე. ხო. ქავერებით. მერე კიდე რაღაცა რამდენიმეჯერ თითო სიმღერის კონკურსში ახლა ახალი სიმღერებიც მაქვს ყველა კონცერტში, რასაკვირველია, მაგრამ ხალხს უყვარს თავის საყვარელი სიმღერა. მით უმეტეს თუ ეს საყვარელი სიმღერა ახალი ფორმით არის. თორე აი როგორი ძალიან მაგარი ახალი სიმღერაც არ უნდა იყოს, ხო? ის დაშვებული ფარდები უნდა. აი ისიც სასწაული სიმღერაა, კაცო, მაღაზე არ ვიძახი, მაგრამ მე ხლა არ შემილი ერთი სიტუაცია, ერთი ამბავი არ მოუყვე სიმღერაზე ქარიქრის. მოსკოვში ვარ, მოსკოვში მუშაობ. საელჩოში და
ირეკე ბაზარი და ჯემო გოგიდოლიძე გარდაიცვალაო. აუ ეს რა მითხარიო, მე მგონია ღმერთმა დიდხანს ამყოფოს თეატრცოდნე გოგიდოლიძე, კინომცო. ხო. ჯემო შენი გოგიდოლიძე გარდაიცვალაო. სანამ მანანას და ცისანას ჩავკეტავდი ცალკე ოთახში, იმიტომ რომ ბღავილი ქონდათ ამათ, იმიტომ რომ გოგი იყო ჩვენი ძალიან ახლობელი. თვალცრემლიანი ხო ვერ ხედავ რას იღებ. ქართული კლასიკის კრებულები მქონდა წაღებული და აი ესე ავიღე რაღაც. დავინახე გალაქტიონია. გადავშალე ქარიქრის. დავჯექი სიმღერა გავაკეთე. სიმწრის. იქ მოსკოვში ხო? მოსკოვში. დაურეკე გია მაჭარაშვილს. გია შენ თემური და მერაბი დღეს მხვდებით სიმღერა მომაკ. იქვე არანჟირება გავაკეთეთ, იქვე და ღამის 12-ის ნახევარი იყო. ზასულიჩის ქუჩაზე ნიკოლოზის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან. ვიცი კაცო, ვიცი. მაშინ არ იყო ის ციფრული რაღაცები დღეს რო გვაქვს და მანქანაში ჩავდეთ კასეტა და ეს კასეტა გაჰკიოდა ქარიქრის თელ უბანზე. გოგი ვერ მოესწრო ხო ამ სიმღერას? გაზაფხული შემოსულა ლენს. არ უმღერია ხო? არა. ეს მე ქართულმა ხმება მერე იმღერეს. გოგი ხო, გოგი, გოგი და წინა დღეს მეგობართან ერთად მოდიოდა ხილიანზე, კაცო, როგორ მენატრებიან ჯემალი და მანანაო. ეგ როგორ აქნა და გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, მე როგორ არა მომღერო თუ აპატიეო. მეორე დღეს გოგი აღარ იყო. აბა, ეს გოგიც და ბევრი. ჯილდა დათუაშვილიდან დავიწყო. კი ბატონო, არა, მე თავგასასთან მქონდა უფრო ძალიან მაგარი ურთიერთობა და ეს იყო რაღაც აი დღესასწაული კაცი რა. აი ისეთი ისა გვაქვს ერთად გავლილი და ისე დამწყვიტა თავგასამ გული რომ შეიძლება ითქვას აი შეიძლება ორი კაცი ყველას თან ძალიან მაგარი ნიჭიერი კაცი ნუ ესე იგი ბანი შრომით მოვიდა მივედი გოგისთან გოგი წერს და თავგასას კარნახობს ბანის პარტიებს ხო და რა იყო რა მოგივიდა წელი ამტკივდა უმარა ნახე როგორ სწავლობსო გოგიმ გამოჩეკა ბოლომდე ხო, ნუ ახლა გოგი, იმიტომ რომ თავგასას საძმაკაცო, სხვა საძმაკაცო იყო, ახლა გიო ხუციშვილი და ისინი და კომარტელი და ეგენი და ახლა ყვაშალი პატარა და დარჩნენ ეგ საძმაკაცო. ეს ვერით ქართულ ხმებში რომ წავიდა, ნუ ბანი ხო ის გაცოცხლდა. ყველაზე უფრო იშვიათი და ყველაზე უფრო რთული სამღერია რა, კაი ბანი რა და თან ხმაც უნდა გიწყობდეს ამაში ხელს და თან თავგასა ისეთი ტიპი იყო, ხო, მაგრად უყარდა ჩარტყმა რა. ხო და ხა თიკო მაგის სოლიდი, ხო, ხა დასასვენებლად ვიყავით ერთად და სიცხე იყო რა, ცხელოდა ყველგან ვაფშე, აი ოფლი წურწური და რაღაცა 22-25-40 გრადუსი სიცხეებია და ეს პახმელიაზი თან აღარ იცის როგორ გაგრილდეს ხო ეს აღარც ის აღარ აგრილებს, აღარც ეს აღარ აგრილებს და შემოდიო რა თიკო დავირეკე ნახე პროსტო როგორ გილდებაო ტიპი ნახე მეტლახზე არის ტიტველი მუცლით წევს და გრილდებოდა პატარა ვისკი შიკა ედგა და მოდი პატარაზე ყლუპავდა პატარაზე ყლუპავდა რა დაოცრება ისე ვენატრება რომ არის უნიჭიერესი კაცი რამდენი იყო ჩვენ დროს ჩვენს ახალგაზრდობაში რამდენი იყო განუმეორებელი ტიპები. აი ტიპები. მე მომღერალზე მხატვარზე აი ტიპი. ეხლა არ არის. ვერ იპოვე. ძალიან ძნელად თუ იპოვე. კოლორიტები რა. აი კოლორიტი ქვია მაგ სიტყვას რა. განუმეორებელი კოლორიტის პატრონები რა. კი ბატონო. და მაგით ვიცნო, იმ გიჟი მარინათი არ იყოს. კი ბატონო. და ეგეთი იყო, ეგეთი. თავგასაც კოლორიტი იყო, ნიკოც კოლორიტი იყო გომელაური. ეგ კოლორიტი სხვა რაღაცა. როგორ არის იყო.
ხო და ჯემალ ეხა მინდა პრინციპში ჩვენ გაგვივიდა დრო, მაგრამ ამითი რა ეს საკითხი რო არ გაგახსენებინო და ამ სიმღერის შექმნის ისტორია არ გამოვა ეს ამბავი მეც მღერი ვარ შენ სიმღერას და თიკა ჯამბურიასთან ერთად და ისეთი სიმღერა ძალიან მიყვარს რა მოკლედ ეს სიმღერა და შენ რო დამირეკა და რომ მითხარი რომ მოდი აქ სტუდიაში მახსოვს მაშინ ზურა მახნიაშვილთან გავაკეთე. ნელა. აი მაქსიმღერის ისტორია როგორ იყო? ფიქრის ავსემ თვარის ხელა. ჩვეულებრივი ისტორია იყო. სხვათა შორის მელოდია მქონდა გაკეთებული. ხო. მელოდია მქონდა გაკეთებული და რა მომდის სახელები გვარები მავიწყდება უცებ. ტექსტი სახი? რატი ამაღლებას დაურეკე. რატი მაშინ ძალიან პოპულარული იყო. როგორც პოეტი ძალიან პოპულარული. ვიცი კაცო მეგობრობდი მაშინ ძმაკაცობდი რატის. კი, ეხლა რატომღაც დავშორდით ერთმანეთს. ხო და მე როგორ ხდება ეგ ამბავი? და დაურეკე მოვიდა რატი. თიკა რო უნდა ყოფილიყო უკვე იცოდი თუ არა ჯერ? ჯამბურია. კი, ჯამბურია, მაგრამ მე მგონი ვიცოდი. ხო. თიკა, პატარა თიკა, რომელიც იყო ძალიან პოპულარული და უფრო მეც ველოდით ყველა თიკასგან. ხო. ხო და დუეტი გამოვიდა. ხო. თიკა იყო. გამოვიდა დუეტი, დაგირეკეთ შენ რაღაცეები შენი ისაკენი შევამატ შემოვამატ. მე გითხარი რომ ესე არა მოდი ისე გავაკეთოთ. მე ისე გავაკეთეთ როგორც საჭირო იყო მთლიანობაში და აი სიმღერა გამოვიდა რა. აი როგორ ესე იგი მეც შემსაც გავიხსენებ რა ამ სიმღერასთან დაკავშირებით. რომ დამირეკე შენ რომ მოვედი ამ დროს რატიმაც დამირეკა რა. ხო და ესე მაშინ გახსოვს რაც ჩავწერეთ ეგ სიმღერა ფილარმონიაში ჩავწერეთ ზურა მახნიაშვილის სტუდიაში სადაც იყო რა და მოვეთ მე და რატი და მახში ძალიან ისეთი ურთიერთობა მქონდა რატისთან რა ეს არის სადღაც დაახლოებით ალბათ 2001 მე ახლა ძალიან დიდ პატვისს ვცემ მაგრამ ვერ ვხედავ არა ხო და ეხლა მაგას ყვები ზუსტად და ეგ მინდა ეგ ისტორია მოვყვე მოკლედ ისი თქმა მინდა რა ზუსტად აი ურთიერთობებზე მინდა მოვყვე ერთი ორი სიტყვა ჩემი და რატის ურთიერთობებზე რა მე ძალიან უფრთხილდები დღესაც ამ ურთიერთობებზე და ადრე ხო უფრთხილდებოდი და უფრთხილდებოდი მაგრამ რა იყო იცი რომ ძალიან ბევრი აი ძალიან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა და ერთი დღე მახსოვს რომ რატი მე და რატი ვართ ერთად სადღაც თბილისში მოძრაობთ მოკლედ და რატი მეუნება რომ წამო ჩემთან ავიდეთო ცოტა ხანია დავისვენეთო იქ დედა ჩემი რაღაცა საჭმელს გვაჭმევს რაღაცა და კაი მეთქი ავიდეთ მეთქი რა და რო ავედით რატისთან რა სახში არავინ არ დაგვხვდა და ის იყო რა გაზზე გაკეთებული სუპი იყო რა აი და ჩემის გაკეთებული სუპია რაღაცა და მოდი ჭამოთო და გავიდეთო რა და გაკრას აი ჭამით რაღაცა და უნდა გავიდეთ უკვე და რეკავს ტელეფონი რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო რა რატის დედასო სისხლის ჩაქცევა აქვს ძალიან სერიოზულია რა და ნუ იქ ეგრევე თუ გავარდით იქ საავადმყოფოში ვაკეში მივარდით და ნუ ძალიან რთულად იყო საქმე და გარდაიცვალა რა მაგ დღეს რატის დედიკო და ნუ ძალიან განვიცადეთ რა გამეპირა და ძალიან განვიცადე რომ მე პრინციპში მე შევესწარი ამ სიტუაციას რატის ერთად ვიყავი და თან მისი ბოლო გაკეთებული საჭმელიც მე მხვდა წილად რომ მეჭამა რა საოცარი ქალი იყო დედამისი ხა რატის ძმაც მეგობარია ჩემი ბექა რა მაგარი კაი ბიჭია ისის და ნუ ძალიან რთულად მოკლედ რომ შეესწრები ამ სიტუაციას და თან ესეთ მეგობართან იმასთან და თან რო ვიცი რომ ხა ეს როგორი ქალი იყო და რაღაცა ძალიან გული დამწყდა და ნუ არ მოშორებული ვარ რა ის პერიოდი სურათისთან ერთად ვიყავი მე მივდიოდით, მოვდიოდით, ეგვიპტეში ვიყავით ერთად, წარმოიდგინე მე სინას მთაზე ვართ ასულები ერთად მე და რატი რა. თელი ღამე რომ მივდიოდი და რო აღარ შემილია, აღარ შეგვილია და აქედან იქიდან აკლემები რომ მოდია რომ
ბედუინები რომ დაჯექი აკლებზე დაჯექი და იქ თუ დაჯექი და ახვედი ეგრე ყოველდღე წოდები აღარ მოგეტევება და ეგეთი ამბავი ფეხით თუ დაახვიდე რა და მთელი გზა ღამე მივდივართ ხა რატი უფრო ახალგაზრდა იყო ჩემზე მაშინ და უფრო მოძრაობს და მე ცოტა უკან მივხვები ჩამოვждები ავდგები აღარ შემილია ნუ ხა წარმოიდგინე ღამე რომ წავედით საღამოს 10 საათზე რომ დავიწყეთ ასვლა დილის 7 საათზე ავედით რომ გათენდა რა წარმოიდგინე რამდენი ვიარ და ბოლოს არის ისეთი ციცაბო და აი უკვე ფორთხიალით რომ ავდივარ და რაღაცა და თან როგორ მახსოვს რა ერთმანეთში იმას ვკითხულობდით რა ლოცვას ვკითხულობდით რა და თან ვიძახდით რომ რა ერთმანეთ რა მაგარი ლოცვაა რა აი რომელი ლოცვაზე იყო იცი ლაპარაკი აი მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავეს აღავსებ მადლითა შენითა საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო მოდი დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნის სახიერო სულნი ჩვენი ამინ და აი ამ ლოცვას ერთმანეთს და რაღაცა და ძლივ-ძლივობე და ბოლოს როგორც იერეს ვაწევ ამ შტანგას რა აი ესეთი დღეები მაქვს გავლილი რატისთან ერთად რა და მოხდა ისეთი რაღაცა რომ მე რო საკანში შევედი იქ ვიგძენი რომ ჩვენ შორის რაღაცა გაწყდა რა რაღაცა სერიოზული რაღაცა ხდება მაგრამ მაშინ ვერ მოვედი აზე რა ხდება და როგორ ხდება მეთქი ცუდი მაგალითია ხო და რატო მეთქი ესე გესმის აი მოკლედ რა არ გაუხარდათ ესე ვთქვათ ჩემი საკანში შესვლა და ეკალური პროექტი და მოკლედ იყო ესეთი ამბავი და მე რომ საკნიდან რომ გამოვედით რაღაცა და მე რომ ჩავეძიე ისტორიას რომ მეთქი მე ხო არ დამიშავებია რამე არა ხო იცი რა ყველაფერს ვფიქრობ რა რომ რომ დავწონე ყველაფერი მე მივხვდი რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახია რა გესმის ლელაკო ეხა მაგის ცოლი არის ერთადერთი გლავნი არასამთავრობოს ცისკარიშვილი ლელაკო რა რომელთანაც მქონდა მაშინ ურთიერთობა და ყოველ შემთხვევაში ვერ დავამყარე რა ისეთი ურთიერთობა უკვე რატი ცოლად რომ მოიყვანა ლელაკო რაღაცომღაც არ ვიცი და მოკლედ მე ხდება ის რაც ხდება და ნუ ამას ძალიან რაც მოხდა ამას ძალიან ჩემთანაც ესე მოხდა უბრალოდ გული მტკივა როგორ შეიძლება პოლიტიკური მრწამსის გამო ადამიანებმა ერთმანეთი დაკარგონ ხო შეიძლება პოლიტიკაზე არ ელაპარაკო პოეზიაზე ელაპარაკე მუსიკაზე ფეხბურთზე ელაპარაკე აი მე ახლა მეზობლად მყავს ნაცები ძალიან კარგად ხვდები მათ და მეზობლები არიან ბოლო და ძალიან კაი ბიჭები არიან და მაგრამ არ ველაპარაკები მის პოლიტიკურ მრწამსზე იმიტომ რომ ვიცი ნერვები მომეშლება ხო მაგრამ ეგ არ არის მხოლოდ პოლიტიკური მრწამსი ამის უკან ბევრი რაღაცა დგას ამის უკან მაგათი ცხოვრების წესი დგას არასამთავრობოების შემოსული გრანტები დგას ისაკად ბევრი რაღაცა დასაკარგი და მესმის ეხა რომ ესეთ დღეში არიან პრინციპში რა ძალიან ცუდ დღეში არიან იმიტომ რომ ხვალინდელ დღეს ვეღარ ხედავენ ის 20 წელიწადი როგორც ცხოვრობდნენ გესმის ძალიან მურტალი გადასატანია და ამიტომაც არის ხა რატის სიტუაციაც მესმის ეხა ოჯახის ინტერესს ხო ვერ იმას იზავს უარყოფს და აქეთა ინტერესზე დადგება და ესეთი რაღაცეები ჩემი ძმის არჩევნებშიც ეგეთი ეხლა ყოველ დღე ერთად ვიყავ ინტერესის გარეშე ხო შეიძლება გიორგი გაჩეჩელაძესთან იმე გააგრძელო მეგობრობა. ანუ აი ეგრეა. აი მე არ მესმის. პირველად სად დაიწყო, იცი მე რატო ყვები ამას? მე არ მინდა რომ არაფერი დავტოვო, გაუხსნელი, უბრალოდ ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც იყო ახლა ლევანის არჩევნები რო იყო 2008 წელს. აი მანამდე წარმოიდგინე ყოველ დღე ჩვენთან იყო ლევანი რათოვლი ასახში ხანოფიში ხანისა და გვერდიდან რო არ გშორდებოდა და ყველაზე მთავარი დღე რომ მოვიდა აი გახსოვს რომ ლევანის და მიშა შორის რო დებატები იყო გრიგოლიას რომ იყავდა რა იქ ლევანის მხარდამჭერები რო უნდა ყოფილიყვნენ არ მოვიდა მაშინ ყველაზე მთავარი დღე რო იყო რა და ისე დაწყდა ლევანს გული თან ისე ძალიან უყვარდა რა და ისე დაწყდა რომ აი
მე და ვერანაირად რატო არ მოვიდაო და არ ვიცი ლეო რა ვიცი როგორ შენ იცი ისე ვიცი მე და მე ეს ცხოვრება რო გავიდა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდა თავისი და მოკლედ ესეთი ცხოვრება გვაქვს გავლილი რა გესმის აი ისიც ავი სიყვარულიც მაკაცობაც დაშორებაც ღალატიც არ ვიცი ყველაფერი და დარჩა სიწმინდე და ხო რა დარჩება სიწმინდე დარჩება სიწმინდე რა დარჩება და ყველას მინდა რომ მაგარი ბედნიერი ცხოვრება უსურვო ჯანმრთელი ცხოვრება უსურვო მათ შვილიშვილებს თვითონ მათ ოჯახებს და არა ვარ მე ის კაცი რომ რაღაცა გულში ვიტოვებდე რაღაცეებს არა რა პირიქით რაც უფრო ესმის არა ვარ და ეხა დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრია ეგეთი რომ აი ბოღმით სიბოროტით იმიტომ ხდება ის რაც ხდება სოციალურ ქსელებში ხო ესე მარტივად როგორ შეუვლიათ მე ამაზე ისე განვიცადე ამ ერთ პატარა ურთიერთობას მოვყევი მარტო დანარჩენებს აღარ ვყვები რა რომ ძლივს გადავიტანე ეს მაგრამ აინც არა მაქვს რა არც არაფერი ისეთი გზნობა რომ რა მე ვამაყობ იმით რომ სოციალურ ქსელებში არ ვარ არც მინდა არც მაინტერესებს არც მე არა ვარ მაგრამ ხო ჩაგიგდებენ რაღაცას ესე ნახე ესა რა მოკლედ ის ხო ვიცი რომ საშინელი აი სიძულვილის ის არის ამ სოციალურ ქსელში ეს ხო ვიცი სიძულვილით ვერც ერთი ადამიანი სანამ ამას არ მოიხსნის სხვათა შორის კახი კავსაძე იძახის რა სანამ ამას არ გადააგდებს სიძულვილს შურს აი ყველაფერს რომ მოიხსნიო აი მაშინ ხარ თავისუფალი მე სულ ვამბობ ბევრი გველი გახდა მწერალი კი ბატონო მარა მე მინდა გითხრათ რომ რაღაცები ძალიან ბევრი შეცდომებიც აქვს ეხლა რატის დაშვებული ეხლა იქ მაგალითად იქ როგორ დაიჭდა ტუალეტზე და როგორ გააკეთა ის რეკლამა და აი ისე გამიკვირდა რატისგან просто არ ვიცი როგორ შეიძლება მეთქი რატი ეგ ჩემთებში ვფიქრობდი რომ ეგ შენ დაგმართნოდა აი ბუღაძე შეიძლება დამართნოდა რა ნიჭიერება ხო რა და აი არ ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ისტორია ეს არის ისტორია რომელიც მინდოდა გამეხსენებინა რატისთვისაც გამეხსენებინა ჩვენი ერთობლივი ისტორია და საზოგადოებისთვისაც რა როგორ ხდებოდა ხო ეხლა ნიკოზე ვილაპარაკე იმ დღეს ეხლა დღეს უკვე რატიზე ვილაპარაკე ურთიერთობები აბსოლუტურად ყველასთან მქონდა რა გესმის და აი ყველა ვიცი შენ განსაკუთრებით მოკლედ ეგრე ჯემალ ძალიან დიდი მადლობა ესა ძალიან დიდი მადლობა ვაფშე ყველაფრისთვის იმისთვის რომ მადლობა შენ იმისთვის რომ მართლა ესეთი ისტორიის დარჩება რა ეს შენი შემოქმედება და ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული რომ 100 წელი რომ გავიდეს შემოდგომა შემოსულა ლენ მაინც ისეთი ამბავი იქნება საქართველოში და ქართველების გულში როგორც ხა დღეს არის ბიჭო მე შენს მეტი აი ანალოგიურად გონია რომ ეს ესე იქნება და გენაცვალე დიდი მადლობა რომ მადლობა შენ მოკლედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა გემშვიდობებით ჯემალის ამ ფანტასტიკური სიმღერით რატის ლექსზე რომელსაც მე და პატარა თიკა ჯამბურია ვასრულებ მადლობთ ყურადღებისათვის ღმერთია ჩვენთან არს და იყოს ნახვამდის Cis Pers Zagzeps pens Tropics Xos Da Tovs Shen Iser Shri Mokatsul Prteps Rom shechedo tsats Rom shechom zes Shli Prteps Rom Kulav
რომ შენ შორს გაფრინდე შორს გაუსრო დროს გადაუსრო 1000-ჯერ გაწვეთილ დროს გაფრინდე შორს გაუსრო დროს გაუსრო 1000-ჯერ გაწვეთილ დროს შეხედო ჩემს დახატუნძეს მე მინდა ხელებით შეეხომზეს დაყოვალ ძამს სუნთქავდე ცას ხოვოლღე ბავშვი დახელდე თვალს მე მინდა დღეს იცოდე ეს რაც შენთვის არ მithქვავს არასოდეს მე და მე ბა უშენოდ გასული ყოველი დღე მე და დრება ის რასაც სიყვარულს ვეზახდით ჩვენ რომ გავა როდესაც ოცნება შეიცვლის მერს ზე რომ ჩავა მე შენთან მოვიტან დაკარგულ სინათლეს გაუსროთ 1000-ჯერ გაწვეთილ დროს შეხედე ჩემს დახატუნძეს მე მინდა ხელებით შეეხომზეს გაყოვალ ძამს სუნთქავდე ცას ხოვოლღე ბავშვი დახელდე თვალს მე მინდა დღეს იცოდე ეს რაც შენთვის არ მithქვავს არასოდეს მე და მე ბა უშენოდ გასული ყოველი დღე მე და დრება ის რასაც სიხარულს ვეძახით ჩვენ რომ გავა როდესაც ოცნება შეიცვლის მერს ზე რომ ჩავა მე შენთან მოვიტან დაკარგულ სინათლეს ნელა ფიქრის ავსებ თვალის ხელაჩა მოთოვს ვერადება ხამე სიზმით ვერადებაცა სიზმარს ხსოვს სხვა ოცნებას გაგიღვიძებ ვიცოდე რომ დაგივიწყებ მე არასდროს არასოდეს დაგივიწყებ არასოდეს მინდა გწამდეს და გახსოვდეს რომ ჩვენ კვლავ ერთად ამისრულებთ ამ ოცნებას თვალს მიგვაწვდეთ საოცნებას მე და შენ ვერადება ღამე სიზმრით ვერადება თავს სხვა ოცნებას გაგიღვიძებ ვიცოდე რომ დაგივიწყებ მე არასდროს არასოდეს დაგივიწყებ არასოდეს მინდა გწამდეს და გახსოვდეს რომ ჩვენ კვლავ ერთად გავხდით შორს გაუსროთ დროს გაუსროთ 1000-ჯერ გაწვეთილ დროს გაუსროთ 1000-ჯერ გაწვეთილ დროს გაუსროთ 1000-ჯერ გაწვეთილ დროს უკრაინის გენშტაბის ყოფილი უფროსი და მომავალში უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი ვალერი ზალუჟნი დასავლეთს ამზადებს იმ მოსაზრებისთვის, რომ უკრაინაში მებრძოლთა რესურსი ამოიწურა და უკვე რობოტებია საჭირო. უდაოა, რომ მომავალ ომებში მილიონობით ადამიანის მობილიზება საჭირო აღარ იქნება. დიდი ალბათობით ეს იქნება ტექნოლოგიური და ეკონომიკური მობილიზაცია, როგორც არმიის უწყვეტი მომარაგების და მტრებზე ტექნოლოგიური უპირატესობის
მუშაობის შენარჩუნების საშუალება. დღეს რობოტები არა მხოლოდ დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ, არამედ ცალკეულ შეტევით ოპერაციებსაც აწარმოებენ და ტრის ჯარისკაცებსაც კი იყენებენ ტყვედ. ბევრი ტექნოლოგიის, ისევე როგორც ადამიანების გამოყენება ამ პირობებში გადაიქცა ნამდვილ თვითმკვლელურ მისიად. რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყნებისთვის. ომის მოდელი, რომელიც გულისხმობს ადამიანების სიცოცხლის გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობისთვის, აღარ წარმოადგენს ლოგიკურ და სიცოცხლისუნარიან ვარიანტს, განაცხადა ვალერი ზალუჟნი. ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ XAI გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც სამხედროებს უფლებას აძლევს გამოიყენონ მისი მოდელი გროკი გასაიდუმლოებულ სისტემებში, წერს Axios-ი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დღემდე კომპანია Anthropic's Claude იყო ერთადერთი მოდელი იმ სისტემებში, რომლებშიც განსაკუთრებით გასაიდუმლოებული სადაზვერო სამუშაოები ტარდება. ასევე მიმდინარეობს შეიარაღებაზე მუშაობა და საბრძოლო ოპერაციების მართვა. თუმცა ახლა პენტაგონი Anthropic's ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება, რადგან დავობს მასთან უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით ამ კომპანიის შეცვლა დასჭირდება. Anthropicმა უარი უთხრა პენტაგონს, კლაუდი ყველა კანონიერი მიზნების ხელმისაწვდომი გაეხადა. კერძოდ დაბლოკა მისი გამოყენება ამერიკელებზე მასობრივი თვალთვალისა და სრულად ავტონომიური იარაღის შემუშავებისთვის. კომპანია XAI კი პირიქით დათანხმდა პენტაგონის სტანდარტს, რომ გამოაყენებინოს მას სისტემა ნებისმიერი კანონიერი მიზნებისთვის. რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კაია კალასის გამოხტომას გამოეხმაურა. ქერათმიანმა ვირთხა კაიამ თქვა, რომ მუშაობს იმაზე, რომ ასობით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურე ვერასდროს ვეღარ შევიდეს შენგენის ზონაში. რამხელა დანაკლისია ჩვენი მეზობლებისთვის. რა პრობლემაა, ისინი ყოველგვარი ვიზების გარეშე შევლენ იქ. თუ კი მოუნდებათ, როგორც 1812 წელს ან 1945 წელს გილოცავს სამშობლოს დამცველის დღეს, განაცხადა მედვედევმა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად განიხილავს მრჩეველებთან ისეთ საკითხს, როგორიცაა თუ ვინ შეძლებს უხელმძღვანელოს პარტიას მის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა თუ მარკო რუბიომ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ცდილობს გუნდის შიგნით ბალანსის დაცვას, ერთ-ერთ პრეტენდენტს უკვე შექმნილი აქვს გუნდი, რომელიც შეიძლება მომავალი კამპანიის საფუძველი გახდეს. ევროკავშირმა წევრობის დონეები შემოიღო პლატინის დონე რჩეულებისთვის, ბიზნეს დონე დამჯერე წევრებისთვის, ხოლო საბაზო მასებისთვის. უნგრეთს არც ერთი არ ერგო, ბრიუსელმა ურჩი წევრების დასჯა ოფიციალურად დააკანონა. Wall Street Journal-ი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ცნობით ჰოულის ბანაკიდან 15,000 ადამიანი გაიქცა. მათ შორის არიან ისლამური სახელმწიფოს წევრები. ბანაკში ჯიჰადისტების ოჯახები იყვნენ განთავსებულები. გაქცევის შემდეგ თავისუფლებაზე არიან 15,000-დან 20,000-მდე ადამიანი და მათ შორის ისლამური სახელმწიფოს წევრებიც. ამერიკელი პედოფილის ჯეფრი ეპშტეინის გასაჯაროებულ დოკუმენტებში არის კაცის ჩვენებები, რომელზეც 6-8 წლის ასაკში 1990-იანი წლების დასაწყისში სისტემატიურად ძალადობდნენ დიდ ბრიტანეთში. ბავშვს მანქანით დაეჯახა პრინცი ენდრიუ, გისლენ მაქსუელი კი აწამებდა მას ელექტროშოკის, სწორედ იმ ფროგმორ კოტეჯის რეზიდენციაში, ვიდრე ძლიერნი ამა ქვეყნისანი ყველაფერს აკვირდებოდნენ და დუმდნენ. ყველაზე საინტერესოა, რომ დაზარალებულის თქმით, მან მტკიცებულებები პატარა ფიგურა პრინცის მანქანიდან სახლთან ახლოს ჩამარხა და ასახელებს კოორდინატებს, სადაც ირლანდიელ მოგზაურებს შეიძლება დაენახათ თუ როგორ ცდილობდა შიშველი ბავშვი სადისტებისგან გაქცევას. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ სირიის პრეზიდენტი თანამდებობაზე მან დანიშნა. ეს სხვა თემაა, ამიტომ ამაზე დიდ დროს არ დავხარჯავ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სირიის პრეზიდენტი, რომელიც ამ თანამდებობაზე ფაქტობრივად მე დავნიშნე, ფენომენალურ სამუშაოს აკეთებს. ის ხისტი კაცია, ანგელოზი არ არის. ანგელოზი ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ სირია ერთიანდება, კარგად ერთიანდება და დღემდე ქურდებს ძალიან კარგად ეპყრობა, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. პოლონეთმა შეწყვიტა უკრაინელი დევნილების დახმარება. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინელ დევნილებს შეღავათებს და სპეციალურ სტატუსს უუქმებს. 2026 წლის 19 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2026 წლის 23 იანვრით დათარიღებულ კანონში იმ მუხლების გაუქმებაზე, რომლებიც ადგენდა უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარებას მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის გამო.
გამო, ასევე ხელი მოაწერა ზოგიერთ სხვა კანონში ცვლილებების შეტანას. ჰოლივუდი შექმნეს არა ამერიკელებმა, არამედ 4-მა ებრაულმა ოჯახმა რუსეთის იმპერიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ბელარუსიდან. ძმები უორნერები, გიში, არონი, იცხაკი და ვონ სკლასერი პოლონეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცნენ და თავიდან გახსნეს კინოთეატრი კარავში. 1927 წელს გამოუშვეს პირველი გახმოვანებული ფილმი ჯაზის მომღერალი უორნერ ბრაზერსმა კინო სამუდამოდ შეცვალა. ლუის მაიერი, იგივე ლაზერ მეიერი დაიბადა კიევის შემოგარენში ან მინსკში. 3 წლის უკვე ამერიკაში იყო, ცოტა რომ წამოიზარდა, ჯარდის შეგროვება დაიწყო და იყიდა მიტოვებული კინოთეატრი. 1924 წელს შექმნა ჰოლივუდის უდიდესი სტუდია MGM. მაიერმა ის თავის პარტნიორთან ნიკოლაი შეინკერთან ერთად დააფუძნა, რომელიც წარმოშობით ვოლგისპირა რიბისკიდან იყო. მათი სლოგანი იყო ცაზე მეტი ვარსკვლავი. მათთან მუშაობდნენ გრეტა გარბო, კლარკ გეიბელი, ჯუდი გარლენდი. მაიერმა მოიფიქრა პრემია ოსკარი. მისი სიტყვებია დავაჯილდოებდა, გადაიღებენ იმას, რაც მინდა. 1929 წელს პირველი ოსკარი გაიცა. ებრაული სტუდიების ხუთეული აკონტროლებდა მთელ ჰოლივუდს. ესენი იყვნენ MGM, Warner Bros, Paramount, Fox, RKO. კინოს ოქროს ხანა მათი დამსახურებაა. ამერიკა მათ არ იღებდა და პატარა სულელ ებრაელებს უწოდებდა, მაგრამ მათ ააშენეს ოცნების იმპერია და მსოფლიოს აჩვენეს თუ რა არის ნამდვილი კინო.